ძირს არ ძინბას ნახმარი შევარდნი. რანაირ გამართლებას არ უძებდი მაქს აქციელს. არ გადიხუმრათ შემეძლოთ. ეხლა კი დამენძრაო ესე თქვა. ისინი უფრო ამ ნაშის გვარან, ხო? სუფეხებზე კიდიათ რომ იგივე მაგალითად პრეზიდენტ გამსახურდიას ნოდარ დუმბაძეზე. გაგება კი არ უნდა თვიში შეშვება არგუმენტის. პირდაპირ ტალახ გესურვებ. ავმორწმუნენო ის თქვენ სიტყვით გზამ და საქმით არ. ბოლო პერიოდში განვითარებულ რამდენიმე მოვლენას მინდა, რამდენიმე ამბავს მინდა შევეხო, ანუ ერთმანეთთან მგონია რომ კავშირში არის, მაგრამ სანამ იმ ამბებზე გადავალ, ჯერ თქვა იმ საშინელ ტრაგედიაზე, მკვლელობაზე, ხორავას ქუჩაზე, რომელიც მოხდა, так, რაც არის მორიგჯერზე საგანგაშო ამაზრზენი და გასაბრაზებელი, გარდა იმ ტკივილისა, რაც ამ დაღუპულების ოჯახს ახლობლებს შეხვდათ, ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილი, არის სხვა გარემოები პირველ რიგში იმით უნდა დავიწყოთ ხო რომ ადამიანი რომელიც ნასამართლები იყო რომელსაც ცოტა ხნის წინ ჰქონდა შემთხვევა ცეცხლსრული იარაღით თვითმკვლელობის ამ ადამიანს რატომღაც დაუბრუნეს იარაღი საბრძოლო ორგანოებმა 4-ჯერ მეწვა ავადმყოფოში პოლიციას მე მიუმართე მე ვთხარი არ არის ეს ნორმალური და იარაღი არ მინდა სახლში მეთქი წაიღეს უკან მოიტანეს, რატომ მოიტანეთ მეთქი და ჩვენ არ გვაქვს კერძო საკუთრება რომ წავიღოთ და ეხლა ეს რომ მოხდა მე უთხარი მე ეს ვკითხე მე უთხარი მაშინ რომ დამიბრუნეთ აქ რა მოყვა მეთქი და ეხლა კანონია ორი ჩამოვართვათო გესმით რა მითხრა ამაზე ფოკუსმა ნაცვლად რას ხედავთ ივანიშვილის რეჟიმისგან მათი ურცხვი უტიფარი პროპაგანდისტებისგან მოგონილ უსინდისო კამპანიას კვლელის რაც კავშირებზე ვიღაც ოპოზიციის ამ შემთხვევაში ლელოს წარმომადგენლებთან. გავრცელებული ინფორმაციით ნიკა კაპანაძე პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერის გიორგი სიორიძის ბავშვობის მეგობარი და მეჯვარი ასევე გავრცელებული ინფორმაციით კაპანაძე ლელოს აქტივისტიც იყო. ამაზრზენია ეს საქციელე ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას რამდენად საგანგაშოა ესეთი უტიფარი და უზნეო უსინდისო რეჟიმის ხელში ძალაუფლება, რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს და ყველას ურჩევ რომ თამარ ჩერგულიშვილის გამოხმაურება ნახონ ამ თემაზე ვიდეო რომელიც ჩვენთან დევს ჩვენს YouTube გვერდზე და მის გვერდზეც. მაგრამ ეხლა უფრო ცლად სხვა მოვლენებზე, რომელიც არ დარდება ამ ტრაგედიასთან, მაგრამ სერიოზული გამოწვევაა. ეს შეეხება კომიკოსის ონისე ოქრიაშვილის წინამდე წარმოებულ კამპანიას და მასზე სამარცხვინო ამასდენ თავდასხმას. სარი კომიკოსი, რომელიც ერთ-ერთ ასეთ შოუში იხუმრა, სატირა იმაზე იყო, ვისი სიზული არის აბსურდულად სასტილო რა ვინ შეიძლება რომ არ უნდა გძულდეს და ვიზე შეიძლება თქვა რომ გძულსო და ამის მაგალითად მოიყვანა ნოდარ დუმბაძე ანუ არანაირ თავდასხმა დუმბაძეც არის კონტე კი წარ არის არსებითი ვინმე გეზიზღება? კი მიდი ცნობა ვინმე კონკრეტული რო იყოს ანრი ჯოხაძე ნოდარ დუმბაძე რა გული მორი ჩვენი თავრობა კელატოსი არა გული ჩვენი თავრობა უნდა მეთქვამეტი არა ჩვენი მთავრობა კი ბატონო ამის გამოყენებით ივანიშვილის რეჟიმმა იმის გამო რომ ის ოპონენტია ამ რეჟიმის და მწვარედ გაუკრიტიკებია და ამ შემდეგ და დაცინისმად ჯერ აუგურა ამაზზენი მათთვის ტიპიური კამპანია რად გამოაცხადეს ქართველობის და იდენტობის და ჩვენი ყველაფრის მერე ყველა ნიშანი ამისი პირდაპირ დააორგანიზეს მასზე სამარცხვინო თავდასხმა ძალადობა მასზე და შემდეგ გმირებად გამოაცხადეს და გმირობად გამოაცხადეს ეს ამაზზენი ქმედება ეს ძალადობა და ბოლოს დაასრულეს მითი რომ აი ამაზდენი ძალადობის პირდაპირ მონაწილეებს თუ აი წრეს ადამიანების არაკაცებს ვინც ყავთ დაქირავებული ამისთვის რომ ორგანიზაცია შეაქმნეინეს და დაანონსეს რომ აი ესე მოიქცევენ მომავალში დღეიდან ჩვენი საინიციატივო ჯგუფი უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების მონურმორჩილებაში მყოფი გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებს და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. თავისთავად წლებია ამ ტრაექტორიას ხედავთ. უამრავი მაგალითს მოყვანა შეიძლება, მაგრამ გარეჯი საქართველოა ეს ამაზდენი სიცრუე რომ მოიგონეს, რომელიც ახლა აღარ ახსოვთ. გარეჯი საქართველოა და და არჩევნებზე უნდა იქ აგორეს, იქ ტრებად გამოაცხადეს ხალხი და იმ ხალხკაცებს მიუვარდნენ ივერი მირელშულს. ამ თვალსაზრისით კი არა სიახლე, მაგრამ ამ ტრაექტორიის შემდგომი ეტაპია, ხო, რომ ორგანიზაცია დააფუძნეს თან, ამასთან დაკავშირებული. ოთ აქ მნიშვნელოვანი არის ვის ბაძავს ეს ხალხი, ანუ რა არჩევანი აქვს გაკეთებული, როცა რაღაცა ეროვნული ღირსების თუ ფასეულობების დაცვის ინსტრუმენტალიზაციით ძალადობის და რეალურად სწორედ ეროვნული ფასეულობების და ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ კამპანიას ეწევიან და
ქმედებებს ჩადიან. ისინი ბაძავენ პირდაპირ ჩვენ თავად მტერს პუტინს, აი ნაში, ეგეთი ორგანიზაცია ქონათ, აი ერთ-ერთში არის, ხო, ეხლა თითოეულ დეტალში კი არ არის იდენტური, მაგრამ სულისკვეთებით რეჟიმის განდება, რეჟიმის ოპონენტების საზოგადოებრივი მორალის თემის ან პატრიოტული რეალურად მოღალატეობრივი, მაგრამ მათი გაგებით თუ მათი პროპაგანდით პატრიოტული თემების გამოყენებით დემონიზება და ფიზიკური თავდასხმები. უფრო ექსტრემალური კადიროველები, იქ რელიგიის გამოყენაც ხდება და ისინი მაგასაც შვებიან, ამაზე და უკიდე უფრო სასტიკი ფორმით და იმავე ძირიდან აღმოცენებული ისლამისტი ფუნდამენტალისტების მიდგომა, რომ რაღაცა რაც თვითონ გამოაცხადეს ფასეულად, ან თუნდაც ობიექტურად ფასეულობას წარმოადგენს, ამაზე ნებისმიერი სიტყვის თავისუფლების ფარგლებში ხუმრობა იქნება თუ წარესატირა თუ მით უმეტეს თავდასხმა მნიშვნელობა არ აქვს, ამართლებს ზალადობას, სისასტიკეს, მკვლელობასაც თუ ისლამისტებზე ვლაპარაკობ. ისლამისტი ფუნდამენტალისტები ამ ბოროტებაში თანმიმდევრულები არიან, უაღრესად საშიშები არიან, ხო, თავისუფალი სამყაროსთვის, საკუთარი თემისთვის, ყველასთვის და მათ კი არ ვადარებ. ოღონდ გამოყენება იმავე ძირის ხდება ამ რეჟიმის მხრიდან, ხო? ისინი უფრო ამ ნაშის გვარან, ხო? ნაში არის პირდაპირ მაგალითი, ხო, როგორი ფარისეველი ხომ და რას გულისხმობ ახლა ფარისეულობაში. ეს რეჟიმი, თქო, იგივე ისლამისტების განსხვავებით, რამე დუმბაძეზე კი არ არის შეყვარებული და რამე გულწრფელად კი არ გონიათ. სინამდვილეში ურთიერთ გამომრიცხავები არიან, ფეხებზე კიდიათ ყველაფერი. ეს რეჟიმი მაგალითად ეწევა პრეზიდენტ გამსახურდიას, ზვიად გამსახურდიას ინსტრუმენტალიზაციას, ხო, უამრავი манипулირებული მისი გამოსვლა აქვს, ანუ გამოჭრილ გადაჭრილი მაგალითად ანტიდასავლური კამპანიისთვის. სუფეხებზე კიდიათ რომ იგივე მაგალითად პრეზიდენტ გამსახურდიას ნოდარ დუმბაძეზე უაღრესად კრიტიკული შეფასებები აქვს გაკეთებული საჯაროდ, ხო? რეალურად ამათთვის ამ ფარისეულებისთვის ეს ყველაფერი არის ინსტრუმენტი ივანიშვილის ძალაუფლების და ფულის და მისი ამ არაროვების გარემოცვის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და სხვების დემონიზებისთვის და საზოგადოების ნაწილის მაინც შეცდომაში შეყვანისთვის და ძალის დემონსტრირებისთვის, სხვა არაფრისთვის. ოღონდ ეს რატო გავიხსენე ახლა? მე დავინახე ფართო გაგებით, ასე ვთქვათ, ჩვენ ბანაკშიც, ანუ ივანიშვილის ოპონენტების ბანაკშიც სრულად არასწორი გაგება ამაზონ საქციელთან დაკავშირებით, ვიღაცებმა დაიწყეს კამპანია, რომ აი რა დუმბაძე რო ცუდი მწერალი იყო და რომ როგორც საზოგადო ფიგურის ნეგატიურად შეფასება და ამით გამართლება თითქოს ამ კომიკოსის საქციელის. უკვე თქვი რომ ამ კომიკოსის არანაირი შეფასება კი არ გაუკეთებია დუმბაძეს პირიქით. ანუ აბსურდულობაა ჩვენა რომ დუმბაძის სიძულვილი რომ აბსურდია. მაგრამ რომც გაეკრიტიკებინა, სრული გაუგებრობა აქ მაგ დისკუსიაში შესვლა. ანუ გამოდის რომ აქეთ მხარესაც ვიღაცეები ამ ამბავს სამარცხვინოდ მიიჩნევენ მასე თავდასხმას, იმიტომ რომ დუმბაძეს აფასებენ კრიტიკულად. ეს საერთოდ არაფერ კავშირში არ არის, ვინ როგორ აფასებს დუმბაძეს. აქ ლაპარაკი არის თვითონ ამ გაგებაზე, მის რას ნიშნავს თავისუფალი საზოგადოება. ამიტომ მოვიყვანე, ვის ბაძავენ თქო, ხო? მაგალითად, ნებისმიერ ფიგურასთან დაკავშირებით დისკუსია თავისუფალი არის დასაშვები და არაფერ კავშირში არ არის შეფასება ბოროტებისა, ძალადობის, ან შეფასება იმისი, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს და ხელისუფლება აქვს, ამ თემის გამოყენებით გულწრფელად და ნახევარ გულწრფელად თუ სრულიად ფარისეულურად, როგორც ეს ივანიშვილის რეჟიმშია, აწესებს სტანდარტებს, რომელიც მიღებათაც იძალადებს, ან გაამართლებს ძალადობას, პირდაპირ დააორგანიზებს ნებისმიერ ადამიანის მიმართ. ეგ კლავს თვითონ არს სიტყვის თავისუფლების, ხო? მეცაც გეტყვით, ანუ არათუ ძალადობა არის გამართლებელია და ასე შემდეგ. შეშფოთებაც კი, აი თუნდაც ჩემთვის მნიშვნელოვანი პატივსაცემი ისტორიული ფიგურის თუ ნებისმიერის კრიტიკის ან მით უმეტეს სარკაზმის დაცვის მიმართ არის სრულიად შეუთავსებელი თავისუფალ საზოგადოებასთან. აი შეშფოთება რაზე შეიძლება როგორ გქონდეს, ამის მაგალითს მოვიყვანო, ოდიკად ძალადობის გასამართლებლად კი არა. შემაშფოთებელი რა არის? შემაშფოთებელი შეიძლება იყოს და არის ჩვენი შემთხვევაში თუ პოლიტიკური ძალა, მით უმეტეს ვისაც ხელისუფლება აქვს, ფუნდამენტურად კამპანიას აწარმოებს ჩვენი მართლა ისტორიული საფუძვლების წინააღმდეგ. და ვინ არის ამის მაგალითი? ივანიშვილის რეჟიმი. ინტენსიურად აწარმოებენ კამპანიას ჩვენი პირველი რესპუბლიკის, ანუ ჩვენი პირველი თანამედროვე ეპოქაში მცდელობის წინააღმდეგ, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა შექმნეთ. პირველი რესპუბლიკის დემონიზების სრულმასშტაბიანი კამპანია მიდის. სამარცხვინო ფორმებით, ტყუილებით და ასე შემდეგ. ხო, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ამის. მათი პროპაგანდისტები რასაც აკეთებენ. თბილისი ისე დატოვა ჟორდანია და ისე გაიქცა კურდღელივით. რა ქვია, კურდღელ კვინიტაძესთან ერთად და კვინიტაძე ჩემი აზრით დაწვინე ჩამოსაგორებელია. გენერალი კვინიტაძე ყავთ, ხო? სამიზნედ ძალიან ხშირად, მაგრამ ამას გარდა ყველა ნახეთ, ხო, მარამოყაშვილის პოსტერს რა მიახატეს, ხო? აი როცა ოპოზიციურ პარტიებს მიუვარდნენ ყველგან და მაშინ ჩვენ სადაც ვიყავით იმ ოფისში მოხდა ეგ ყველაფერი, ეგიც აჩვენებს სულისკვეთებას ამ რეჟიმის. ამას გარდა თუ რამე არის კიდე შეურაცხყოფა ჩვენი მემკვიდრეობის, პირდაპირ ჩვენი საქართველოს დამაქცევარის სისხლის გუბების დამყენებლების, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩამხშობის
100 000 ქართველი საუკეთესო ელიტის სასულიეროსი და საეროსი დამხრეტის და გადამსახლებლის საბჭოთა საოკუპაციო რუსეთის რეჟიმის გამაძლიერებლის სტალინის განდიდების კამპანია მიდის. ძალიან ბევრს გულწრფელად უყვარს სტალინი და ეს ხალხი სტალინში ხედავენ სიმბოლოს ფაშიზმის დამარცხებით. როგორც ნახევრად სავსე ტიკიო ისე აჭანჭყარებდაო მთელ სოფლიოსო 20 თუ 30 წლის განმავლობაშიო. ეხლა ადგილობრივებს რომ შეამაღიებთ იმით რომ სტალინი ამავდროულად მოვლენილია როგორც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო, ამას ხალხს ნოწაართმევთ და საბჭოთა წარსულის პირდაპირ განდიდების კამპანია ამ რეჟიმის მხრიდან. საბჭოთა კავშირში ყველას ჰქონდა თანაბარი უფლებები, თუ ვიღაცაზე მეტი თუ არა, ნაკლები არ ქონია საქართველოს. აი მანდ უნდა შევშფოთდეთ. ეგ არის შემაშფოთებელი. ან კამპანია და შეფასებები, რაც აი ჩვენს უახლოეს ისტორიაში ყველაზე უფრო ისე ტრაგიკულ, მაგრამ გმირულ მაგალითზე, ხო ანწუხელიძეზე მათი გამონათქვამები. რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძეს სახლში? ყველა ბავშვი ჭირდება თავისი მშობელის სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ეს რეჟიმია, ვინც ამას აკეთებს და კიდევ ერთხელ ხას უსვავ. თავისუფალ საზოგადოებაში შეიძლება მრავალნაირი მავნებელი იყოს, რომელსაც აი ამგვარი მავნებლური შეფასებები იქნება და თავისუფლება მათაც იცავს. მაგრამ თავისუფლებაც არ ნიშნავს, რომ არ უნდა შეაფასო. ანუ არ უნდა მოახდინო ასეთების გარიყვა და ჩვენთან ძალაუფლება ვისაც აქვს ისინი აწარმოებენ ამ ანტიეროვნულ ანტიქართულ კამპანიას ამასთან დაკავშირებით. მაგრამ უბრუნდები იმას, რაც თქვი, ზოგადად, როცა კომიკოსებზეა ლაპარაკი, ან ვინმე შემოქმედების შეფასებაზე, იქ იმ არგუმენტის გამოყენება, ვის მოწონს ან არ მოწონს რომელიმე მწერალი, მისი მოღვაწეობა, როგორც არგუმენტის გამართლებული არ თუ არა, მათზე ძალადობა არის აბსურდი და სარკისებური ანარეკლი ივანიშვილის რეჟიმის ბოდვის. ამ ფარისეულ არაროობებს ეს ყველა თემა, ყველა ვითომ ფასულო ჭირდებათ იმისთვის, რომ გამოიყენონ გასამართლებლად საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების, ანუ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების და საკუთარი ამაზრზენი ქმედებების. აი ისეთის ახლა აი პარლამენტში რო ვიხილეთ, ხო? ბრბოს სამარცხვინო ამაზრზენი ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების წინამდე. ეგ არის მათი სახე, ხო? და აი ამის გადასაფარად და ამის გასამართლებლად ჭირდებათ საპოტინება რაღაც ვითომ ეროვნულ ფასეულობებზე, ამ რეალურად ჩვენი ეროვნული ფასეულობების მტრებს. ამ რეჟიმის და მის ამ პოლიტიკურ არარაობებს მათ პროპაგანდისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში რეალურად სწორედ ძალადობის კულტს ამკვიდრებენ, ძალიან იშვიათად აღაშფოთებთ ხოლმე ძალადობრივი შემთხვევები და ერთი ასეთი შემთხვევა, რომელზეც ისინი აღშფოთდნენ, მოხდა ცოტა ხნის წინ, როდესაც რუს ტურისტ ხალზე მოხდა თავდასხმა ჩვენი მოქალაქის მხრიდან. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის პოლიტიკოს თავიდანვანებოთ, არანაირი გამართლება არ აქვს მაგ თავდასხმას. ვერც ლეგიტიმური ბრაზი ჩვენი ოკუპანტი და მტერი სახელმწიფოს მოქალაქეების უხვად საქართველოში შემოსვლის და მით უმეტეს აქ 100,000-მდე მათი დამკვიდრების და ვერც კონტექსტი მათი საქციელის, რომელიც ლეგიტიმურად იმსახურებს ხოლმე აღშფოთებას, ვერ გაამართლებს მაგ თავდასხმას ველურობას და მით უმეტეს ქალზე ფიზიკურ თავდასხმას და ვერც ეს აბსურდულად მოყვანილი არგუმენტები თანასწორობა ქალის და კაცის არ ნიშნავს ერთნაირობას და საზოგადოებრივი მორალი და ტრადიციები ამ შემთხვევაში არსად არ ხდება, ამიტომ არანაირი გამართლებას არ უძებდი მაგ საქციელს. ოღონდ მესმის იმისი ფონი რაც არის. მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისტები და რეჟიმი თქვენად ამაზე რო აღშფოთდა. ჩვენ ხო ვიცით რომ აქაც ფარისეულობენ. ჩვენ ხო ვიცით რომ სხვა შემთხვევებში ქალების ძალადობა მათთვის არანაირი პრობლემა არ არის. თვითონ არიან ამ ძალადობის დამორგანიზებლები და ამას მაგალითები გვაქვს არაერთი. პოლიცია ადგილზე არ არის. აქ ისინი აღშფოთდნენ იმიტომ ბჭალებში, რომ აქ დაინახეს შესაძლებლობა ამ ამბის ინსტრუმენტალიზაციის, რომ მოახდინონ დემონიზება კვლავ მათი პოლიტიკური ოპონენტების. ანუ ამ თავდასხმის უნდათ რომ სახე დაჩვენონ იმ ხალხის, იმ საზოგადოების, ვინც უპირისპირდება ამ რეჟიმის მხრიდან რუსულ სამყაროში ჩვენ დაბრუნებას და ამიტომ გაბრაზდნენ. და ამას იყენებენ, რომ აი ეს არის სახე იმათი, ვინც ამ რეჟიმის კურსს, რომ ჩვენ კულტურულად რელიგიასაც იყენებენ, ყველანაირად უნდა მაგ სამყაროს ნაწილი დარჩეთ, უნდა შევეგუოთ რუსეთის დომინაციას უსაფრთხოების სფეროში, ანუ რეალურად სახელმწიფოებრივობაზეც უარი უნდა ვთქვათ. ხო, საბჭოთა რეაქციული რეჟიმი არის ესენი, ხო, ივანიშვილის სიტყვები გვახსოვს, ხო, რომ ისეთი მინას იყო საქართველოს საბჭოთა პერიოდში რო იყო, ყველა რო აქ მოდიოდა და ყველას რო ჩვენ მოუწონდითო. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ძალიან სწრაფად ავაგოთ ძალიან საინტერესო სახელმწიფო. რომ აქ იყოს საინტერესო ცხოვრება, ოდესღაც როგორც იყო თუ გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს, ყველა მოისწრაფოდა საქართველოში. აი მსგავსი უნდა შევქმნათ. ხო, ანუ სახელმწიფოება არ უნდა. და ეს ხელსაყრელ მაგალითად აიღეს, ხო, ქალზე თავდასხმა და ამიტომ აღშფოთენ და არა იმიტომ რომ ამ ფარისეულებს ქალებზე ძალადობა აწუხებთ ზოგადად. ეგ ტყუილია, უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის და დეზორიენტირებისთვის ხელსაყრელი მაგალითი არის ეს მათთვის. იმიტომ რომ ისინი ხო ის
და მისი გარემოცვა ივანიშვილი და მისი არარაობების გარემოცვა ხო საკუთარ მომავალს ამ რუსულ ჭაობში ხედავს შინაგანად ხო რა მანევრებიც არ უნდა გააკეთოს სხვა საგარეო ვითარებაში რიტორიკულად ამას მნიშვნელობა არ აქვს შინაგანად მაგ სამყაროს ნაწილი არიან და მათ ბაძავენ ყველაფერში ხო კიდე ერთი ამბავი რაზეც მინდოდა საუბარი ხო ანუ საზოგადოებრივი ცნობილი ფიგურების დაჭერა ამ ბოლო პერიოდში ონლაინ პოსტებისთვის დაჯარიმების ბევრი შემთხვევა ქონა ეხლა დაჭერებზე გადავიდნენ ვახოსანაია ჟურნალისტი დაიჭირეს სამარცხვინოდ მისი პოსტების გამო აქაც ვის ბაძავენ რუსეთს პირველ რიგში იქ არის ეს გზა გატკეპნილი თვითონ მოყავთ ხოლმე საძულველი ევროპის და ბრიტანეთის მაგალითებით გაამართლეს ხო ამაში ბაძავენ თვითონ სხვა რამე არ მოგწონსო და ჩვენ ტრამპის თანამოაზრები ვართო ეს ფარისევლები ბიძახიან მაგრამ მაგაში ხო ბაძავენ რომ მაგასაც რა თქმა უნდა იტყუებიან ხო ბრიტანეთის მაგალითად რა ვიღოთ რომელიც მე არ მომწონს როგორც საქართველოს მოქალაქეს მე ამერიკული მოდელის და პირველი შესწორების მომხრე ვარ სადაც ნებისმიერი სიტყვის თავისუფლება თუ ის პირდაპირ ძალადობის საფრთხეს არ ქმნის არის დაცული თუ პოლიტიკური დისკუსიას აქ ადგილი მით უმეტეს ხო მაგრამ ეგ ცალკე დისკუსია ხო ბრიტანეთში რომელიც იმსახურებს ამ თემაზე კრიტიკას მათ შორის ბრიტანეთის შიგნითაც იქ ამოსავალი წერტილი არის ანუ იმ ტიპის სიტყვის თუ პოსტების წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან დევნა რომლებიც მათი ინტერპრეტაციით სამოქალაქო მშვიდობას პირდაპირ საფრთხეს უქმნის ანუ რაიმე ჯგუფის მიმართ აი უმცირესობის მიმართ მაგალითად სიძულვილს ხადაგებს მაგრამ ყველა ვარიანტში ძალადობის რისკთან მიდის ოღონდ ამერიკისგან განსხვავებით ყისიერთან კი არა ზოგადად რაც მე არასწორი მგონია აბსოლუტურად არიან კავშირში ეს არ არის თანამდებობის პირების ღირსების დაცვასთან ბრიტანულ პრაქტიკაში პირიქით. იქ პრაქტიკა არის, რომ თუნდაც ძალიან უცენზურო, მწვავე და მკვახე შეფასებები პოლიტიკური ფიგურების დაცულია. და ვერ იქნება დევნისაგან, რომ მაგასაც იტყუებიან. ოღონდ ეგ არ არის აქ შემთხვევაში ჩემი ცენტრალური არგუმენტი. მე ვიცი, რომ ისე თვალის ასახავად კი არა, უბრალოდ სათქმელად რამოდენიმე შემთხვევაში ვიღაც დააჯარიმეს, რომელიც თუნდაც ხელისუფლების ოპონენტის წინააღმდეგ რაღაცა უცენზურო შეფასებებით იქნა შემჩნეული ონლაინში. ოღონდ ეს არის სუფთა დემონსტრირებისთვის. ვინ გველაპარაკება ჩვენ აქ ცენზურის დაცვაზე და კორექტულობას და ეთიკაზე? ეს რეჟიმი რომელიც წლებია ნიაღვარი აქ ამოქექილი. პირდაპირ გინების კი არა, მუქარის, ძალადობისკენ მუქარის ამაზრზენი ფორმებით. სათითაოდ არ ჩამოუარო აქ თუ კი ვინმე ცოცხალი ხავთ კატიდან ქათმიდან დაწყებული დამთავრებული ცოცხალი ადამიანამდე თქვენი დედის მე ეს ნიაღვარი კი არ გამქრალა ეს ნიაღვარი გრძელდება და იმას რო თავი დავანებოთ რომ თავისთავად ეხლა უსამშობლოების რო გიძახენა სამშობლოს მოღალატე ეხლა ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს მათი პოლიტიკური კამპანიის განუყოფელი ნაწილია ხო ეს მაგრამ არა ამ შემთხვევაში თუნდაც აი აგრესიული ქუჩური ფორმებით ამაზე და სამარცხვინო ვის ნიაღვარზე ალპარაკი ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ხალი არ არის ამ ფაცეთი. არ ვიცი, რაღაც სხვა დიშია. ხალი არ არის. სად არის ხალი? აბა მითხარით, ეგ მათგანად რომელია ხალი? ამათ ამაზრძენ ფარისეულობას თავი რო დავანებოთ, ისეაც საზოგადოებას სულ უნდა შევახსენოთ, იმიტომ რომ რაღაც ნაწილი შეიძლება მაინც მოტყუდეთ თქვის, რომ ისი რა, ესე არ შეიძლება, ესეთი გამონათქვამები არ შეიძლება, ნუ რაღაცა ხო უნდა დავიცვათ, ეხა ეს შეურაცხყოფა არის და ყველას უნდა უთხრათ, რომ მან როგორც კი გარდა იმ კაფიო ზღურისა, როცა საქმე ეხება ან ცილის სამებას, ანუ შეგნებულად ტყუილს არცელებს ადამიანი ფაქტობრივს, ან ამ შემთხვევაში რაც უფრო რელევანტურია, პირდაპირ მოწოდებისა ძალადობისკენ, რომელიც QCR საფრთხეს ქმნის ძალადობისა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს. ამის გარდა თუ შეფასებაში შევა კანონი, ხელისუფლება და მთავრობა იმისი რა ზღვრები არსებობს შეურაცხყოფის, მან ყოველთვის ეს თავდება უზარმაზარი საფრთხით ზოგადად სიტყვის თავისუფლებისთვის. და ჩვენი მაგალითები რომ ვიღოთ ეხლა რა, მე ეგრევე გამახსენდა ეხლა ადამიანის ისახსენება, რასაც პირდაპირ ქონა შეხება, ხო? პლაკატი. ძირს არ ძინბას ნახმარი შევარნაძე. რომლისთვისაც ადამიანს კლარა შუკვანი იყო ეს ადამიანი იჭერდნენ. და მაშინ თავისუფლების ინსტიტუტში ვიყავი და ეს ერთ-ერთი საქმე იყო პირველი, რომელიც ჩვენ ავიღეთ და პრინციპიულად ვიცავდით. ანუ აქ მნიშვნელობა კი არ ქონა შინაარსს როგორ უყურებთ. არც ავტორს ამისი, ხო, ის ავტორი ნამდვილად არ იყო ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი. ეს აბსოლუტურად არარელევანტური არის. პრინციპზეა ლაპარაკი და სხვა ისტორიული მაგალითები რო ავიღოთ, ილია ჭავჭავაძის და მაშინ მიმდინარე დებატები პასუხში რა შეფასებებიც არის, უცენზურო იქ არ არის, თუმცა მის პუბლიციკაში ბევრ ნახავთ, აი საოცარ თავდასხმებს და უცენზურობაზეა ლაპარაკი, ახლა ცოტა ხნის წინ ძალიან ესეთი გამორჩეული ფიგურა ჩვენ სამყაროს და არელჭანტურია გარდაიცვალა, ხო, ყველას ახსოვს მისის კაბრეზული ისინი. ანუ ეგენიც უნდა აიგზალოს და ვიღაცამ უნდა განსაზღვროს, როგორც კი ნებისმიერ მთავრობას, ნორმალურსაც ამ ფუნქციას თუ მივანიჭებთ, მით უმეტეს როცა ტრადიცია დამოუკიდებელი სასამართლოსი არ გვაქვს. ყველგან მივიღეთ რისკს ზღურის გავლების და ეს სივრცე თუ დაიხშობა, დაზარალდება პოლიტიკური დისკუსია. სიტყვის თავისუფლება დაზარალდება საზოგადოების თავისუფლება, რომ საკუთარი ისტორიად შეაფასოს. ანუ პრინციპიალურად არასწორია ეს ყველაფერი. და აქ აუცილებლად უნდა შევეხო უკვე ისევ და ისევ აქეთა ბანაკსაც, ანუ ივანიშვილის რეჟიმის ოპონენტებსაც, ხო, რომლებიც ამას ხო გმობენ და სწორად გმობენ ამ რეპრესიებს. ოღონდ
რაღაცებში სარკისებური არანაკლი არიან ამ რეჟიმის. ისევ ზუსპარელს კი არ ვატარებ, ამათ ძალაუფლება აქვთ და კანონის ძალით, მთავრობით და ძალადობით პირდაპირ მოქმედებენ, რაც შეუძლიათ და ზოგადად ამ ყველაფერს აკეთებენ საქართველოს სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსულ სამყაროში დასაბრუნებლად. და მათი ოპონენტებს ამ ბრალდებას კი არ ვისურვი. მაგრამ მიდგომაში გვარან. ერთია რომ სიტყვის თავისუფლების ნაწილში, თავისუფლების პირობებში ნებისმიერ სიტყვა კი არ მოგწონდეს, შეიძლება დაგმო რაღაც სიტყვა თქვა რომ მიუღებელია. ოღონდ თუ სულისკვეთება გაქვს რომ ზოგადად რაღაცა ფორმები, მithmesos შენ გიხება თავისთავად მიუღებელია და საზოგადოებრივი განკიცხვა უნდა მოხდეს და ამის დაუშვებლობა უნდა მოხდეს, ხო? რომ შენ პერსონალურად შეგიხეს, შეურაცხყოფა მოგაყენეს. ეგ არის ზუსტად ის, რასაც ყიდის ივანიშვილის რეჟიმი. რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების კი არ, მაგრამ აი რაღაც ფორუმი შეურაცხყოფაა დაუშვებელი და ამას აკეთებენ ივანიშვილის რეჟიმის ოპონენტების ნაწილი, მაგალითად თამარ ჩერგოლიშვილთან მიმართებაში. ნახეთ, აი როგორში მოგვაყენა შეურაცხყოფა და მე ამით ამართლებენ მათ სამარცხვინოს აქციას, მე ოპოზიციური ტელემედიის მნიშვნელოვან ნაწილზე ვიძახი, რომ აი რახან გვაწყენა, აღარ გავაშუქებთ, აღარ მოვიწევთ ეს კიდე ცალკე კატასტროფაა, ხო? ესეთი აღიარებითი ჩვენება. და თან მანდაც კიდე ერთ პარალელია ივანიშვილის რეჟიმთან. ეგ იგივე ხალხი, რომელიც სხვა ნაწილში ბევრ უფრო სერიოზულ ბრალდებას ესე უცერმოვნად გესვრის, ხო? ის ხალხი, ვინც აღშფოთდა მათი ნაწილი იყო ის, ვინც ჩვენ გვაბრალებდა, რომ თქვენ პარტიულ ინტერესს უფრო წინ აყენებთ ვიდრე საქართველოს ინტერესებს, როცა კანდიდატის სტატუსზე უხსნიდით, რომ საზეიმო არაფერი გქონდა ამაში. სანამ ივანიშვილის რეჟიმი ყავს. გაგება კი არ უნდა ტვინში შეშვება არგუმენტის, რომელიც არ გვეთანხმებოდა. პირდაპირ ტალახ გესროლეს. მაგრამ შენ თუ რაღაც სიტყვას იხმარ მათზე პერსონალურად მათთვის აღქმაც, საწყერად, აი ეგ არის კატასტროფა და ეგ დაუშვებელია. მაგრა გვარან ამაში და სხვა შორის ამ კონკრეტულ ამბავშიც რატო გამახსენა მათ შორის ეს არა მარტო იმიტომ რომ თამარ ჩერგოლიშვილს ეხება. ამ ისტორიაში კიდე ერთი ასპექტი იყო, რითიც დავიწყე, ხო, რომ კომიკოს ონისეს ხარი დაუჭირა და გამოიხმარა ამ ამბავს პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი. ну, ჩემი აზრით, ხარი დაუჭირა და ცოტა ის იყო აი ტერმინი რომ ვიხმარო პატრონაიზინგ, თავზე ხილის გადავს რომ კაი ბიჭი ხარ, მაგრამ თქვათ მე ვცდები, მიკერძოებული ვარ, ხარდაჭერა იყო. ამ კომიკოსმა ბიჭმა იხუმრა. კარგად იხუმრა ჩემს აზრით. აი ეხლა კი დამენძრაო, ესე თქვა, როცა ამა დაუჭირა მხარი. ვიღაცას ხუმრობა არ მოეწონა, მე მომეწონა. კაი ხუმრობა იყო, ოღონდ იხუმრა არა სააკაშვილი. საკუთარ თავზე იხუმრა ჩემი აზრით. რომ სააკაშვილზე ეხუმრა. რეაქცია ამაზე. ამ სააკაშვილის გარემოცვის და მათ გარშემო რა ბაბლის ცნობილი ფიგურები, ჟურნალისტები, საზოგადოებრივი მოღვაწეები, ისტორიკოსები იყო, ამაზრზენად სამარცხვინო. თავს და ეს გაკიცხეს თქვეს, რომ არა სამარცხვინო ხო როგორ არაფასებდა, ხლიცინი როგორ შეიძლება. არ უცემიათ მაგათ ონისე. არც შეუძლიათ ეხლა უცემონ. მაგრამ ამსაველი წერტილი და სულისკვეთება აქვთ იგივე. და ვერ ხდებიან რომ ამითი იმეორებენ იმას, რასაც ძალაუფლების მქონე ამაზენი რეჟიმი აკეთებს და რასაც იყენებს ეს რეჟიმი მათ წინააღმდეგ. ოღონდ ეგ როგორ რამე აქვს, იცი, ეგ აი ცნობილი ანთროპოლოგის მაგალითი რო იყო, ჩამორჩენილ ეტაპზე განვითარების ყოფ ტომთან ინტერაქციისას, ხო, ჰოტენტოტების ლოგიკა, რომ აი ეკითხებიან ტომის წარმომადგენელს, რომ რა არის ბოროტება და ბოროტება, როცა მეზობელი ტომი შემოგვესევა, კაცებს მოკლავს, ქალებს გაუპატიურებს და ბავშვებს მონებად წაიყვანსო და სიკეთე რა არის? სიკეთე, როცა ჩვენ შევესევით იმ ტომს, კაცებს მოვუკლავთ, ქალებს გაუპატიურებთ და ბავშვებს მონებად წამოვიყვანთო. ეგ არის. მაგრამ ისევ ბოლოს უნდა დაუბრუნდე იმას, რაც თავარი საფრთხეა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენი რესპუბლიკისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი თავისუფლების. ეს არის ივანიშვილის რეჟიმი. ეს რეჟიმი ახლა ხო თქვი დუმბაძე გამოიყენებს, მაგრამ უფრო ხშირად და უფრო ცლად იყენებს ზოგადად ყველაზე უფრო ძლიერ ემოციას, ხო? ემოციას დაკავშირებულს მრწამსთან, რელიგიასთან, სარწმუნოებასთან და რავი, ამასთან დაკავშირებითაც ეგრევე ილია ჭავჭავაძე, როგორც ბევრ სხვა რამეში თანამედროვეობაშიც რელევანტურია, ეგ გამახსენა და ეგ მინდა რომ საზოგადოებას უთხრა და გაუზიარო, ხო? ილიას ცნობილი ლექსიდან რამოდენიმე სტროფის ნაკრები, რომელიც ზუსტად აჯდება ამ რეჟიმის არსს და ამ ხალხს ივანიშვილს და მისი პოლიტიკური არაროების გარემოცვას. სარწმუნოება და სათნოება, ფარისევლობა და არ შეგვიქმნია, თქვენი სლოკინი, ხელთა ფოტინი ღვთისადმი ლოცვა და არ მიგვაჩნია, ზაკვით სავსენო, ავმორწმუნენო, ის თქვენ სიტყვით გზამთ და საქმით არა.